ნიკამელია თავისუფლებით არ ვაჭრობს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. გირაოს გადახდის სანაცვლოდ თავისუფლება მიუღებელია და მელია ციხეში რჩება. შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმებისა და ნაციონალურ მოძრაობაში გამართული შიდა კონსულტაციების შემდეგ პარტიის თავმჯდომარესთან საკანში მისი თანამოაზრეები იმყოფებოდნენ. ირკვევა, რომ არგუმენტები და ვერსიები იყო სხვადასხვა, მაგრამ ლიდერის გადაწყვეტილება უცვლელია. მისი პოზიციის შეცვლა ვერც თანაპარტიელებმა და ვერც სახალხო დამცველმა ვერ შეძლეს. დღის ბოლოს კი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე მთავარ არხს დაუკავშირდა. ჩვენი ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი შემოგვიერთდება თემით პირდაპირ ეთერში. ქეთა, რით იხსნის ნიკამელია თავის გადაწყვეტილებას? ნიკამელიამ გითხრა, რომ 2 თვის განმავლობაში მასთან მიმართებაში არაფერი შეცვლილა. შესაბამისად ის რჩება, რა თქმა უნდა, იგივე პოზიციაზე და ამბობს, რომ გირაოს არც თავად გადაიხდის და ყველა მეგობარს, მათ შორის ევროპელებსაც მოუწოდებს, რომ არ გაბედონ, მის დაუკითხავად გირაოს გადახდა, იმიტომ რომ ეს არის მისთვის მიუღებელი. ის ამბობს, რომ ეს პოზიცია, რომ არ გადაიხდიდა გირაოს არ ყოფილა ახირება მისთვის, ეს არის იდეა, რომელსაც არ შეცვლის და ასევე ის გვეუბნება იმასაც, რომ განაწყენებულია ძალიან იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება და მასთან დაუკითხავად შეიძლება ითქვას ვაჭრობა დაიწყეს მისი თავისუფლებით. მან ისიც აღნიშნა, რომ ბოლო სასამართლო პროცესზე, რომელსაც ის ესწრებოდა, კოლეგებს ძალიან სთხოვა, რომ მისი თავისუფლება არ გამხდარიყო ვაჭრობის საგანი, თუმცა იმასაც ამბობს, რომ დიდმა ნაწილმა ეს ყველაფერი არ გაითვალისწინა. მოწყობილად და დამცირებულადაც კი და რატო? აღმოჩნდა, რომ გუშინდელი ხელმოწერილი დოკუმენტის მიღმა შეთანხმება რომ შედგეს, აუცილებელია ერთი წინაპირობა შესრულდეს. და რა არის ეს წინაპირობა თურმე? ვიღაცამ უნდა გადამიხადოს მე გირაო. ანუ გადაღებულია გირაო. და ამისთვის საჭირო ყოფილა ჩემი თანხმობა. რაფერი არ შეცვლილა ჩემთან მიმართებაში უკანასკნელი კონსულტი. ეს არის ჩემი არა ახირება, არა აკვირდება, არამედ იდეა რომ ერთად სამუდამოდ თავი არ გაუხარო უსამართლობას. მოდამით გავსმენდე ის ჯაჭვი, რომ იდეა არ მოვაბადე. ამ იდეისთვის ხალხი ძიძოცხლია სანაცვლოდ თავისუფლებას. არადა როგორ ვეთქვეთ ჩემ კოლეგებს დიდ ნაწილს სასამართლო პროცესზე ბოლოს, რომ ჩემი ბრძოლაში არ მიწევთ ჩემი თავისუფლებით ვაჭრობის შესაძლებლობა და ვაჭრობის საგნად არ უნდა ვიქცი. გამოვიდა რომ ჩემი ურყევი პოზიცია რომ არც მე და არც არავინ არ უნდა გადაიხადოს ეს გამოსასყიდი, იშვიათი გამონაკლისის გარდა ჩემი ეს პოზიცია არავინ არ დაიცვა. ეს არის ფაქტი, ძალიან მიჭირს ყველაფერს თქვა. მოკლე კომენტარი გამარტება სულს გავაკეთო შეხვედრით ადებას მიღება პროცესებზე რა. პირველ რიგში რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რა გადაწყვეტილება მიიღო გუშინ ამის გარშემოში არ შევა, ეს არის მათი სუვერენული უფლება და არ განსი არავის მეწოდებს აქედან. მაგრამ ძალიან გულგასმედილი ვარ და სიმართლე გითხრათ გაკვირვებული და მოწყობილიც. ესე გამოჩნდა რომ თურმე შეთანხმებაში ხელი მოეწერა იმ შეთანხმებას, რაც ფერია შეთანხმებას, მაგრამ შეთანხმების მიღმა ერთი სიტყვიერად ვიღაცას გაურიგდა, რომ თურმე მელია უნდა გადაიხადოს გირაო. ეს არის წინაპირობა და ჩემი ვაჭრის განმავლობაში ჩემ ბრძოლის ამბობია რა იყო? აქტიატება და ახირება კი არ იყო. იდეა ჩემი რომ უსამართლობას თავი არ დაუხარო. ეს დამოუკრეს მახვილებით რომ ეკიდებოდა პოლიტიკოსებზე საქმეები და მინდორს შეუახსენებდნენ და ფარდებს რომ უსაძვავდნენ სამოქმედოზე გავარვიეზე. და გამოვიდა ეხლა რომ თვითონ მე უნდა გადავიხადო, ვიღაცამ უნდა გადამიხადოს ჩემი თანხმობით. რადგან კატეგორიული შინაარსებია, ხო და აიგეთ ეს გადას არავინ არ გაბედოს გამოსასყიდის გადახდა. სწორედ ეს პოზიცია დააფიქსირა ნიკამელიამ სახალხო დამცველთანაც. ნინო ლომჯარია საათზე მეტხანს იმყოფებოდა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში და ხვდებოდა ნიკამელიას. გამოსვლის შემდეგ კი მან თავის მხრივ თქვა, რომ ხელისუფლებას და კონკრეტულად პროკურატურას აქვს ძალიან ბევრი მექანიზმი იმისთვის, რომ ნიკამელია გაათავისუფლოს საპყრობილედან, თუ ეს რა თქმა უნდა იქნება ხელისუფლების სურვილი და ეს ყველაფერი შეუძლიათ გააკეთონ ისე, რომ არ იყოს აუცილებელი გირაოს გადახდა. ის
ითulis რომ მან არ უნდა გადაიხადოს გირაო ამბობს რომ ის სწორედ იმიტომ ჩაჯდა ციხეში რომ ის თვლიდა რომ არ იყო ასე ვთქვათ სამართლიანი მისი მხრიდან გირაოს გადახდა შესაბამისად ფიქრობს რომ ამ შეთანხმების გამოსავალი მასთან დაკავშირებით არ უნდა იყოს გირაოს გადახდა. ჩვენ ახლა ძალიან ჰიპოთეტურ საკითხებზე ვსაუბრობთ. შეიძლება არც გეგმავს პროკურატურა გირაოს შუამდგომლობით შესვლას და შეიძლება ეს საუბრებიც არის სრულიად უადგილო, იმიტომ რომ ხა თვითონ შეთანხმების ტექსტში წერია ამნისტია და მასთან მისი ექვივალენტი რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილება, ამიტომ ეს ალბათ თვითონ შეთანხმების ხელმომწერმა მხარეებმა იციან რა იგულისხმება და იგულისხმებოდა თუ არა აქ გირაოს გადახდა. რამდენიმე წუთის წინ კი ნიკა მელიასთან დეპუტატის სტატუსით შევიდა ბადრი ჯაფარიძე, რომელმაც შესვლამდე განაცხადა, რომ მას სურს ნიკა მელიას ესაუბროს გამოსავალთან დაკავშირებით, ასევე ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა ისიც, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე კრიზისი ვერ იქნება განმუხტული და აუცილებელია სასწრაფოდ გათავისუფლდეს ნიკა მელია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა სრულყოფილად დაიწყონ მუშაობა როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე დაიწყონ მომზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც, როგორც გითხარით, რამდენიმე წუთის წინ შევიდა ბადრი ჯაფარიძე და ეს განცხადება გააკეთა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა ციხეში შესვლამდე. ბატონ მიშელთან საუბრისას ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ ჩვენი მონაწილეობა სრულფასოვანი საპარლამენტო მუშაობაში ვერ შედგება, თუ კი მელია არ იქნა განთავისუფლებული საპატიმროდან. მელიას გარეშე მომზადება ოპოზიციის სრულფასოვანი ადგილობრივი არჩევნებისათვის შეუძლებელი იქნება. არ გადაწყდება ნიკა მელიას პატიმრობის საკითხი, ის არ იქნება გარეთ პოლიტიკური კრიზისი სამწუხაროდ დასრულებულად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად აუცილებელია მოიძებნოს ისეთი გამოსავალი ამ ვითარებიდან და ქართული ოცნების ხელში ეს გასაღები, თუ ისინი გადალახავენ ამ სიჯიუტეს და გამოვლენ ქვეყნის ინტერესებიდან, არის შესაძლებელი მელია შეეცვალოს აღკვეთი ღონისძიება იმ დაგვარად რომ ის არ ჩააყენონ ასე ვთქვათ მორალური არჩევანის წინაშე, რასაც სამწუხაროდ ცდილობს ქართული ოცნება. დღეს მთელი დღის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ ნიკა მელიასთან არაერთი ადამიანი შევიდა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესთან იმყოფებოდნენ მისივე პარტიის წარმომადგენლები, სხვა ლიდერები, კობა ნაყოფია და აკაკი მინაშვილი, რომლებმაც ნიკა მელიასთან შეხვედრის და ციხის დატოვების შემდეგ თქვეს, რომ მათი პოზიცია არის უცვლელი, თუ ნიკა მელია არ გათავისუფლდება, ისინი არანაირ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ და როდესაც გაათავისუფლებს ხელისუფლება ნიკა მელიას და ყველანაირი ბერკეტი აქვს ქართულ ოცნებას ამისთვის, გარდა იმისა, რომ ნიკა მელია გადაიხადოს გირაო, ამის შემდეგ იფიქრებენ უკვე სამომავლო ნაბიჯებზე. ახლა როგორც გითხარით, მელიასთან იმყოფება ბადრი ჯაფარიძე, ვნახოთ რა პასუხებს მიიღებს ლელოს ლიდერი, რომელმაც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისგან, ეს მისი გამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი და ზოგადად როგორ გაგრძელდება პროცესები, თუმცა ერთი არის ფაქტი და ეს ფაქტი არ იცვლება, ნიკა მელიას ურყევი პოზიცია არის ის, რომ ის არ აპირებს გირაოს გადახდას და ყველას მოუწოდებს, რომ მის ნაცვლად და მისი თანხმობის გარეშე გირაო არავინ გადაიხადოს.